გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბავს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ ბაჩაო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ივანიშვილი უნდა დაემხოს ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა აუდიო ჩანაწერი პროცესიდან კი ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კურიერს დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო. მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი. დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დაჭირდება ძალა, დასამხობია ძალით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის ერთადერთი გზა. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ. აუცილებლად დავამხობთ და მინდა გთხოვოთ ყველას. არ დაუჯეროთ არც ერთ პოლიტიკოსს. არ დაუჯეროთ არც ერთ პოლიტიკოსს, რომელიც იტყვის, რომ არ იქნება მერე შურისძიება. სამართლიანი შურისძიება იქნება ის, რასაც მოიტანს ამ ხალხისთვის. ჩაგვრილის წინააღმდეგ გამარჯვება. აუცილებლად ივანიშვილის ადგილი არის ან ციხეში, ან საიქიოში, ან ჯანდაბაში. აი ასე დამთავრდება ეს ისტორია. უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე შტატების საელჩო და ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი სამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბა სანიკიძე. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით მტკიცებულებების გარეშე გახმოვანებული ინფორმაცია ქვეყნის მტრობაა, რაზეც ყველამ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს. არის მონებრივია საქართველოს მტრობა, ამიტომ საუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ არ შეიძლება უცხოელმა აგენტებმა საქართველოში განსაზღვრონ რაიმე პოლიტიკური კუთხით, ხო? მათ შორის საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველოს გამოიყენება სანქციების გვერდისავლისთვის. ხო, ჯერ ქონდათ კამპანია რუსეთთან დაკავშირებით, დადასტურდა ყოველ ჯერზე, რომ ყველა ეს განცხადება იყო აბსოლუტური ტყუილი. რაც შეეხება ირანს, როცა საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველოს გამოიყენება ირანული სანქციების გვერდისავლისთვის, ეს არის ერთი რომ ტყუილი და მეორე ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. რა თქმა უნდა, ისინი ვერ დააზიანებენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა. ანუ ერთ დღეში დაადასტურა, რომ ტყუილი თქვა, რომ თითქოს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. წინა დღეს ქონდა გაკეთებული ორი დღით ადრე ეს განცხადება საჯაროა და გავრცელდა კიდეც, ხო? ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. როდესაც ადამიანი გამოდის და საუბრობს უნივერსიტეტზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს ინიჭებული და როდესაც აქ ცდილობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს რაღაც დააბრალოს, აქედან ჩანს რა მძიმეა უცხოელი აგენტის ბედი. რა მძიმეა ქართველი ახალი სერგო ორჯონიკიძეების ბედი. ეს ადამიანები საერთაშორისო გამჭვირვალება, თინა ხიდაშელი და შემდეგ არიან იმაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვიდრე იყო 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. განცხადებებს არ ვიცი, მე რომ ვიზიარებ და მე ვიტყოდი ხა კონკრეტულ განცხადებას, მე რომ მქონდეს ინფორმაცია და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია ხა იმაზე როგორ გიბასუყოთ, მე ამბობ არ მგონია რომ ისეთი განცხადებები ყოფილიყო გაკეთებული, რომელსაც შეიძლება ასეთი რისკი გაეჩინა ჩვენ ქვეყანაში, ხო? სამხედრო კონფრონტაციის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არსებობს მათ შორის კონკრეტული რაღაც სამეცნიერო გამოკვლევა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი და მისი გამოკვლევა პირველ რიგში უნდა შედიოდეს უსაფრთხოების, ვინც არის ქვეყანა დაინტერესებული, მათ ინტერესებში. ხედავთ რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობა არის რეგიონში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რომელიც სიცრუეზე ტყუილზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და მარტივად რო ვთქვათ, ეს არის მავნებლობა. ადამიანი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც უყურებს და ისმენს ტელევიზიით ამ შინაარსის და ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდება კითხვა, ხო, რა დგას ამის უკან. რატომ? როგორ შეიძლება ადამიანმა იკადრო ასეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. საბამისად, გამოძიების დაწყებაც იყო სწორი, დროული, სწრაფი რეაგირება მოყვა ამ ყველაფერს. შეცვლილი პოზიცია მათი მხრიდან შემდეგ გაკეთებული კომენტარი, მე ვფიქრობ, ყველა ხვდება თუ რაზე მიუთითებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეკითხვები აქვს გივი თარგამაძესთანაც. ის საქართველოში არ იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ სუსმა განმარტა, რომ თარგამაძის მობილური გამართული ჰქონდა დაკავშირება მასთან ვერ ხერხდებოდა. მმართველი გუნდის განცხადებით ეს თემა ოპოზიციამ რამდენიმე მედიასთან ერთად უწყების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს. სუს დააბრალეს ის, რაც არ უთქვამს. თითქოს უწყება თარგამაძეს ვერ პოულობდა, შემდეგ კი ასევე მოგონილი ამბები გავრცელეს, თითქოს უსაფრთხოების სამსახური თარგამაძის პოვნაში დახმარებას ითხოვდა. ქართულ ოცნებაში ფაქტების დამახინჯებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ. თუ დისკრედიტაცია დივერსია, ჩვეულებრივ დივერსია არის, როდესაც ჩვენ შიგნით ყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის და არიან მონაწილე, არიან ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემაც ვისთვის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვს ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება, ასე რომ არ ინერვიულოს არავინ, ვით საპოვნელია ყველას იპოვნის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენი არის მართლმსაჯულებაში, მასაც წარადგენს. მოჯთაბა ხამეინი, ისლამური რესპუბლიკის ახალი სულიერი ლიდერი. ირანის ექსპერტთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით ისლამური რესპუბლიკის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი აერჩია. ცნობილია ვაშინგტონის პოზიციაც. ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი ირანის ახალ უმაღლეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალი ლიდერი შტატების თანხმობის გარეშე დიდხანს ვერ გაძლევს. პარალელურად რეგიონში ესკალაცია გრძელდება. ისრაელის მიმართულებით დღეს ირანმა სარაკეტო იერიშების 7 სერია განახორციელა. საჰაერო განგაში სიგნალები ერთმანეთის მიყოლებით ჩაირთო თელ-ავივში, ჰაიფასა და იერუსალიმში. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში კი კასეტური საბრძოლო ბომბით განხორციელებულ დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა. ისრაელის არმიამ ირანზე დარტყმების მორიგი სერია დაიწყო, სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. იერიშები ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში მდებარე ნავთო ბაზებზე განხორციელდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეარაღებული დაპირისპირებებისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების ფონზე ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭერბა $100 ნიშნულს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. საკითხს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ნავთობზე ფასების მოკლევადიანი რყევა, რომელიც ირანული ბირთვული საფრთხის საბოლოო აღმოფხვისთანავე მკვეთრად დაიწევს, ძალიან მცირე საფასურია იმ სიკეთესთან შედარებით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო მიიღებს. დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ გვერდზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა და პასუხისგებაში მისცა 30 ადამიანი. საქართველოს რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა გამოვლენილი. დაკავებულთა შორის არიან მერიისა და საკრებულოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ასევე მეხანძრე მაშველი და მოქალაქე. სუსმა გავრცელა დანაშაულის სამსახველი აუდიო და ვიდეო მასალაც. თემაზე ბრიფინგი გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი თამარ თათარაშვილი დაესწრო და მეტი დეტალით ის შემოერთდება ახლა კურიერის ეთერს. თამარ, გისმენთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც იდენტიფიცირებული არის კორუფციული დანაშაულების შედეგად აღძრული არის 12 სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში არის მიცემული 30 პირი. ეს 30 პირი ამ შემთხვევაში ახლა იმყოფებიან წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ელოდებიან ბრალის ოფიციალურად წარდგენას, რის შემდგომაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნება პროცესი და მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია გვქონდა მცდელობა გავსაუბრებოდით დანაშაულში მხილებული პირების ადვოკატებს. უფლებადამცველები ჯერჯერობით ბევრს ვერ საუბრობენ. აცხადებენ, რომ როდესაც მათ ჩაბარდებათ საქმის მტკიცებულებები, გაეცნობათ ბრალის დადგენილება დანაშაულში მხილებულ პირებს, ამის შემდგომ ისინი ჩამოყალიბდებიან საერთო ოპოზიციასთან დაკავშირებით და ვრცლად მედიისთვის უკვე გააკეთებენ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგადად საქმეს, სულ არის 12 სისხლის
სისხლის სამართლის საქმე, ამ შემთხვევაში უმეტესობა ეხება მიწის ნაკვეთების საკითხს. ამ შემთხვევაში საუბარი არის კონკრეტულ პირებზე, მათ შორის როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც კორუფციული გარიგების საფუძველზე თანხების მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირებს, რომლებიც არიან ასევე დანაშაულში მხილებულები, პირდებოდნენ, რომ საკუთარ თანამდებობებს გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ მათი ინტერესები ყოფილიყო გატარებული. არ მინახავს ქალბატონო ჯერჯერობით ჩემი დასკვნის ყოფი არ შევხვედრილო ეხლა შევდივარ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ანუ აი ადვოკატის ეთიკა არ მაძლევს ამის უფლებას რომ მის თანხმობის გარეშე რაიმე ცნობა ან ინფორმაცია გავცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გაავრცელა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სადაც არის ასახული ის დანაშაულები, რაზეც არის დაწყებული უკვე უწყების მხრიდან გამოძიება. მაგალითად, ერთ-ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ჩანს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელმაც გამოძიების ვერსიით 3000 ლარის ოდენობის ქრთა მიაიღო, რის საფუძველზე რის შემდგომაც ის დაპირდა კონკრეტულ პირს, რომ მიწის ნაკვეთს იჯარით გადასცემდა. ასევე კიდევ ერთი დანაშაული ეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს. აქ საუბარი არის მეხანძრე მაშოლზე, რომელიც დაპირდა უცხოეთის მოქალაქეს, რომ ის თბილისის ტერიტორიაზე მისცემდა კონკრეტული რაოდენობის მიწის ნაკვეთს საკუთარი თანამდებობის გამოყენების დახმარებით, იმისთვის რომ ამ პირს გაექირავებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და ამის საფუძველზე მანაც აიღო გარკვეული ოდენობის ქრთამი. გარდა ამისა, დანაშაულებში საუბარი არის მათ შორის თანამდებობების ბოროდად გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად ქობულეთში ერთ-ერთი პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელმა ყალბი დოკუმენტი დაუმზადა იმ პირს, რომელიც ასევე არის აღნიშნულ დანაშაულში მხირებული. ყველა შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ გაასაჯაროვა აღნიშნული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სადაც კორუფციულ ნიშნებთან დაკავშირებით არის მიმართული ქმედება. მაგ ტერიტორიის ეხლა რაც ავიღეთ, მაჟორიტარი დეპუტატი ვარ იმაში საკრებულოში. ჩვენს გარეშე მან არც გაიცემა და არც გამოიცემა. მე ჩამირიცხავ და მე თვითონ გავასწორებ. ამ წლის გასწორებული იქნება. სუნთლიანად რამდენი მოვიტანო? 3100 ლარია. 100 ლარს ამაზე შევიტან და 3000 ლარს ქეშად მივცემ. და არავინ არ შემეხება მე არა მეც იქ ვიქნები კაცო მაგრამ იმათი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და პლუს კიდე იქ დაბლა კურციკები შენ დამილაგებ ყველაფერს მე დაგილაგები შენი ხმის გამცემი არავინ არ არის ფულს მაინც დათვრა უნდა და ნახე მაინც ხო იცი რომ იმათი არაფერი აგერ ჩამოდარება ყველა 400 ლარი და ისაბუთი ზაზარი უკვე ან ხვალე იქნება ან ორშაბათს 1 2 3 4 აგერ 400 ლარი იბანკო 300 ლარი მაიმ და მივსე მაშინ იქა ხო ახალდამაში ხო თოის ხოლიო პირადობა არ კიდე ხო პროგრამებში მაგრამ აგერ როგორ შევთანხმდით 300 ლარი 1 2 3 შენ რამდენი მითხარი იმ დღეს რამდენზე იყო საუბარი 5000 ლარში გავაკირავებთ მთელი ზაფხული გექნება შენ რა არავინ ხო არ შემეხება არ ვინმე რამეს ხო არ მეტყვის მე აქ არა ვარ მე ვიქნები შენი პირად დაცვა 10 წელია ჩვენ გვაქვს და არავინ მოსულ ამ 300-ს გავწევ როგორც ხო და დამჭება 3000 გამიჩნდა დაყოფა გამიჩნდა და პროექტების თუში ჩასმა პროექტების მაგრამ შენ პროექტი გამიდა ვიზახ მაგრამ ეს ხალხს არ მიხდი 60000 დოლარი ხო? ანუ ერიაში მექნება კიდე რამე გადასახადი? ერიაში იქნება პროექტი თუ გააკეთე. თუ პროექტი არ გააკეთე, არ იქნება. ხო. და გარანტიები? 100% გარანტირებული ხარ, ხოთია. ამ საქმის ერთ-ერთი ისა თავად ფიგურაც იქნება ერები და ეს არის 5000, ხო? დანაშაულების სია არის საკმაოდ ვრცელი, ყველა მათგანი ეხება კორუფციულ გარიგებებს, 12-ვე სისხლის სამართლებრივ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმის წარმოება, 30-ვე დაკავებული პირი კი როგორც აღნიშნეთ წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ დადგენილების გაცნობას ელოდება. პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ თამარ თათარაშვილს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. ვიდრე არ მიიღწევა სახელმწიფოს გაცხადებული მიზანი, საქართველოს იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით. ბრიფინგზე დაასახელეს კონკრეტული კორუფციის ფაქტები, რაზეც სუსმა 30 პირი ამხილა. დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის 2 სპეციალისტს სოფელ ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბრალდება წარედგინათ. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი 13500 ლარის ღირებულების 2560 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე პასუხისგებაშია მიცემული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლის ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობა გასცა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6300 ლარის ღირებულების 1900 კვადრატული მეტრი და 22800 ლარის ღირებულების 6620 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერის ყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც გასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 165930 ლარის ღირებულების 11448 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ბრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში. მის მიერ გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა 8840 კვადრატული მეტრი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 67660 ლარს შეადგენდა. ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა გამიჯვნის საკითხის თითქოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5000 აშშ დოლარი. დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე ამავე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული IP სენაკის საფეხბურთო კლუბის დირექტორსა და მის მოადგილეს ბრალდება წარედგინათ. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით ეკრძალებოდა პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს დაარსება და მის მართვაში მონაწილეობა, დაარსა და ფლობდა კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, ხოლო კომპანიის საქმიანობას იგი ერთპიროვნულად წარმართავდა და სამსახურებრივ მფარველობას უწევდა. პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და 2 წევრი. ასევე სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის 2 ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი 2 კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად. რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს
თაღლითურად დაეუფლნენ. EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეიდან თბილისში ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, არა საპარლამენტო ოპოზიციას და არა სამთავრობო ორგანიზაციების სასტუმრო რედისონში შეხვდა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინფორმაციით დელეგაციის წევრები ორდღიანი ვიზიტის დროს შეხვდებიან პოლიტიკოსების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან. ჩვენი მთავარი თემები დღეს იქნება, რა თქმა უნდა, ის პირობები, რომელიც უნდა შეიქმნას ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის. ეს არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ეს არის რეპრესიული კანონების გაუქმება და ზოგადად რეპრესიების გაუქმება და შეჩერება ამ ქვეყანაში და ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის ის საკითხები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ არის რეალურად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა. მათ აინტერესებთ ქვეყანაში რა ხდება დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით, რამდგომარეობა ასევე ჩვენს სექტორში, სამოქალაქო სექტორში. ამაზე იყო ძირითადად დისკუსია და ჩვენ რა თქმა უნდა გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ, რაზეც საუბრობთ უკვე დიდი ხანია. ბევრ საკითხს შევეხეთ, მათ შორის თუნდაც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ბოლოს შევიდა წინა კვირას, ამაზეც ჰქონდა საუბარი. EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეს პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართეს. შალო პაპუაშვილი მიესალმა EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოხატა ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით განიხილეს 2024 წლის EUTO-ს ანგარიშის შედეგები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პარლამენტში სტუმრობა. 2 დღის განმავლობაში ჩვენ შევხვდებით საზოგადოების ყველა აქტორს და ლიდერებს. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე, რომელიც ქვეყანაშია. მეტ განმარტებას ხვალ მოგაწვდით. მიზანი არის დიალოგის გაგრძელება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ზოგიერთი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს და მის გარეთ ცდილობს, რომ საქართველოს მოსწოს ჩირქი. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც EUTO ოდერის სადამკვირვებლო მისია 2024 წელს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და გახსოვთ თქვენ მაშინ თავარი დასკვნა, რაც გააჟღერა მისის ხელმძღვანელმა 2024 წელს საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. სამწუხაროდ მიუხედავად იმ პირობისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რომ მათთვის სახელმძღვანელო იქნებოდა EUTO-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და ნაცვლად ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებისა ჩვენ ბრიუსელის მხრიდან ნახეთ ცდილობა, რომ წაქეზებულიყო რადიკალური დღის წესრიგი, ნახეთ კონკრეტული უცხოური პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყნებიც კი, რომელიც აქეზებდნენ საქართველოში დემოკრატიის ძირგამოთხრელ საქმიანობას. ჩვენ ვართ EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრები და მნიშვნელოვანია ეს, რომ EUTO-ს საპარლამენტო ასამბლეა მისი ახალი ხელმძღვანელიც აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების ორგანიზაციას კონსტრუქციული დიალოგისა და ამ მხრივ ჩვენ სრული მზადყოფნაობს. რატომ გააპარა გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საელჩოდან და რატომ არ ასაჯაროებს პიტერ ფიშერის შეხვედრის შინაარსს? მეხუთე დღეა დიპლომატიური უწყება დუმს. ქართულ ოცნებას არაერთი კითხვა აქვს. მას შემდეგ, რაც ლომჯარიას ფიშერთან შეხვედრა დადასტურდა და საელჩოს მანქანა საკუთარ ავტომობილში გადაჯდომის კადრებიც გავრცელდა, საელჩოს განმარტება არ გაუკეთებია. მანამდე კი ნინო ლომჯარია ელჩთან შეხვედრასაც და მასთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნაზე საუბარსაც უარყოფდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, კონკრეტულად ეს ადამიანი
საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და არის კონკრეტული დეტალები, რაც ამას დამატებით ადასტურებს. ისინი რო არიან თავიდან ბოლომდე ჩართული ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, ეს მე მგონი აბსოლუტურად ხილულია ფართო საზოგადოებისთვის. ამას ისინი ღიად აკეთებენ, არც მალავენ, თუმცა არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც ბუნებრივია საუბარია ასევე იგივეზე, რასაც აკეთებენ ისინი საჯაროდ, ხო ისინი პირდაპირ მტრობენ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. თუ ვინმე არ ყვევს ვენის კონვენციას, ეს არის პირველ რიგში გერმანიის ელჩი და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. არიან სხვა ელჩები, რომლებიც არ ყვევენ ვენის კონვენციას, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ვენის კონვენციაზე მითითება არის ასევე აბსოლუტურად არარელევანტური. ხონდა გარკვეული გერმანული ესთეტიკა იმ მხრივ, რომ ასეთი სცენები აღმოსავლეთ ბერლინ და დასავლეთ ბერლინში რო გარბოდნენ, ალბათ გადაყავდათ ხოლმე ფარულად რაღაც ესეთი სცენები გვაქვს ნანახი, ასე რომ იგრძნობა გარკვეული გერმანული ესთეტიკა ამაში. ერთი, მეორე, ხედავთ რა ბატონი პეტერის პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით, ვიცნობთ რა ქალბატონ ნინო ლომჯარიას პოზიციებს საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით. ამის და იმ ინფორმაციის შეჯერებით მე ნაკლებად მეპარება ეჭვი, რომ ეს ასე არ ყოფილიყო. მე მინდა ბატონ პეტერს უთხრა, რომ ქართულ ხალხს და განსაკუთრებით ქართულ ოცნებას მის ამომრჩევას ნუხტის ზიზღის ობიექტად. ეს არ არის ევროპული საქციელი, ეს არ არის ევროპული მიდგომა, ეს არ არის ბოლო ათწლეულების გერმანული მიდგომა, რომ ზიზღი დათესო სხვა საზოგადოებაში. ასე რომ სამწუხარო საკითხ მოვლენასთან საქმე, თუმცა ბატონი პეტერის შემთხვევაში ფიქრობ ეს უკვე უიმედო შემთხვევა არის. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ივნის, როდესაც ის წავა საქართველოსდან და იმედი მაქვს, რომ შემდეგი ადამიანი, ვინც ჩამოვა, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ 30 წლიანი ჭიდრო პარტნიორობა საქართველოს და გერმანიას შორის ამ ადამიანმა 3 წელიწადში დაანგრია. ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაცია. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება 9 ოპოზიციური პარტიის ალიანსზე, რომლის ყველა ლიდერიც ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ან მათთან კავშირში მყოფია. თინა ბუკუჩავა არ გამორიცხავს ახალი ალიანსის ერთპარტიად გარდაქმნას, ერთი სიის და ერთი ნომრის ქვეშ ყოფნას. ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ამ საკითხზე ოპოზიციას საუბარი არ ქონია. ქართულ ოცნებაში იხსენებენ ნაციონალური მოძრაობიდან ეტაპობრივად წასული პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებდნენ და მოღალატეებს უწოდებდნენ. მათი გზები კი საბოლოოდ მაინც სააკაშვილის პარტიამდე მივიდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ იქნება სიახლე იმის გამეორება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მზად ვიყავით ყველა ტიპის კომპრომისზე, იქნებოდა სახელი, ნომერი, ბრენდი თუ ნებისმიერი სხვა. თუმცა მაშინ მრავალფეროვნება არჩია რიგმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ჯერ არჩევნების თარიღი გვაქვს მოსაპოვებელი და თავისუფალი არჩევნების უფლება და შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ მე, რომ ყველა შეძლებს, ყველა დემოკრატიული პროდასავლური პარტია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ინტერესიდან და დაკვეთიდან ამოვიდეთ და ასე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ნომერს ერთ პარტიას განიხილავთ. აი ეს პასუხი მინდა. არ განიხილება და თუ ვინმეს აქვს ეს მოსაზრება და შესაბამისად სურვილი, ეს სხვა საკითხია. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით გამოთქმული მაქვს ალიანსის წევრობით. ეს მიმაჩნია სავსებით საკმარისად. ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი, აქედან გამომდინარე ხდება შესაძლებელთა უბრალო გადათამაშება. ერთ-ერთი რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის არის ის, რომ მოგვიწევს ალბათ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ბუნებრივია ვიმუშავებ და მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველა აბსოლუტურად 2012 წლამდეც იყო დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და 2012 წლის შემდეგაც ან კონკრეტულად ნაცმოძრაობასთან ან რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული, თავმჯდომარე დაწყებული და ყველა ლიდერით გაგრძელებული. პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის რაღაცა თუ ოპოზიციის ალიანსი არ არსებობს, არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ცდილობდა რომ ნაცარი შეეყარა თვალს ჩვენი საზოგადოებისთვის, თითქოს აღარ არის ერთიანი და დაშლილია და სხვადასხვა პარტიებია. სიამოვნებაში რასაც ჩვენ საუბრობდით, ყველაფერი ახდა.
რომ ეს არის ისე ვის ხალხი, იგივე სახეები, ვინც საქართველოში შექმნა წამების სისტემა, ვინც საქართველოში შექმნა ტელევიზიების ტერორის და მიტაცების სისტემა, ვინც საქართველოში შექმნა სახელმწიფო რეკეტის სისტემა, აი ეს ადამიანები პირდაპირ სცენაზე შედან და შეგვიძლია იმ თაობას, რომელსაც არ ახსოვს ეს დიქტატორული რეჟიმი, ეხლა ერთ მენიუში წარმოდგენილად არიან ყველა მცირე დიქტატორები მიხეილ სააკაშვილის დიდი დიქტატორის ხელმძღვანელობით. ასე რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ერთიანია და საქართველოს კვლავ იგივე პასუხს გასცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს ქვეყანა მიიყვანა დემოკრატიული კრახისკენ, ეკონომიკური სტაგნაციისკენ და მიიყვანა ომისკენ. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ისტორიული სპორტული მიღწევისათვის გადაეცათ. დღეს ცნობილი გახდა, რომ ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ძალიან მნიშვნელოვანი მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე. სასწაული მაინც შედგა ჩვენმა ლუკამ და ანასტასიამ პირველად ქართული სპორტის ისტორიაში შეძლეს ოლიმპიური მედლის მოპოვება და გაახარეს თვლიანად ჩვენი ქვეყანა. ეს მართლაც დიდი წარმატებაა ჩვენი სპორტისთვის. და მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ მიცოდეს, რომ ამიტომაც არის გამოკვეთილი ჩვენთვის სპორტის როლი ჩვენს ქვეყანაში. მიჭირს დასახელება ქვეყნები, სადაც ამდენი გამორჩეული ანგარიშგასაწევი სპორტსმენი იყო სხვადასხვა მრავალ სახეობაში, როგორიც ყავს ჩვენს ქვეყანას. მადლობა მინდა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენს გუნდს, მათი წარდგენით მე მაქვს დღეს პატივი ჩვენი გამორჩეული სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები ღირსების ორდენით დავაჯილდოვო. ყველა შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება, ვახცევთ ახალ სიმაღლეებს. იყო სპორტის სახეობები, სადაც ტრადიციულად ქონდა მაღალი მიღწევები, თუმცა უკვე ჩნდება ახალი სპორტის სახეობები, სადაც ასევე ვიღებთ ახალ შედეგებს უმაღლეს დონეზე და ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უდიდესი სტიმული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ დააწესა ფულადი ჯილდო პრიზიორებისთვის და ვიცე-ჩემპიონები ლუკა ბერულოვა და ანასტასია მეტალკინა მიიღებენ 500,000 ლარს საპრიზო ადგილის დაკავებისთვის, ვიცე-ჩემპიონობისთვის და ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე თითოეულ სპორტსმენს გადაეცემა 50,000 ლარი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფო სიძლიერესა და თვითშეგნებაზე მეტყველებს. ყველაფერი ამის გამოხატულება საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც მის ფედერაციასთან ერთად ულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილ წვლილისათვის უხდი მადლობას. ღირსების ორდენი არის ჯილდო, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფოს ხარდაჭერას სპორტსა და სპორტსმენების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტული წყვილების კატეგორიაში მოპოვებული ეს მედალი საწინდარი იქნება იმ დიდი გამარჯვებისა, რომელიც საქართველოს წინელის ზამთრის სპორტის სახეობებში, არა მარტო ფიგურულ ციგურაობაში, სხვა სპორტის სახეობებში. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, თუმცა რეპლიკების ეტაპზე სხდომა გადაიდო. ელისაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარმოადგინეთ ვიდეო კადრების მონიტორინგის და სხვა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ აქ ცეცხლის განთების განზრახვას ჰქონდა ადგილი და შეუძლებელია ჩადენილი ყოფილიყო ის დანაშაული,
და ესეთი დანაშაულის ჩადენის განზრახვა ქონოდა პოლიტიკოს. პროცესის მიმდინარეობისას მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი და ვერც ერთ ნორმაზე მითითება, რატომ არის ესა თუ ის ინფორმაცია თუ მტკიცებულება დაუშვებლად საცნობი ან რა კანონმდებლობის რა მოთხოვნა არის დარღვეული. შესაბამისად, ბრალდების მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. რაც შეეხება ბრალდების მხარის შუამდგომლობას, ბრალდების მხარემ კონკრეტულად მიუთითა თუ რატომ უნდა იქნეს დაცვის მხარის სიიდან ესა თუ ისე ის მოწმე ამორიცხული და რატომ არ უნდა დაერთოს მათი გარკვეული ნაწილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმეს. დღესვე საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის საქმე განიხილა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკულიეს, გამოიკითხა პოლიციელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2 თანამშრომელი. დაკავებულებს პროკურატურა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის სექტორში წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მიზანი სექტორში ინვესტიციების მოზიდვაში და ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. უმნიშვნელოვანესია, რაზეც ბევრი ვისაუბრეთ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, რომ 10 წლიანი გეგმა სრულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითმყოფადობის უზრუნველყოფას. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გარანტია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად გულისხმობს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაანულოს საჭიროება იმპორტის ელექტროენერგიის თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით სრულად ჩვენი შიდა საჭიროების უახლოეს პერიოდში გვექნება არაერთი აშენებული ჰიდროენერგეტიკის მზის მიმართულებით და ქარის მიმართულებით პროექტები. მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 მეგავატზე არსებული შეღავათების უკვე 5 მეგავატზე აწევას, ეს კიდევ ერთი ძალიან ცოტა ხნის წინ დაინიცირებული მნიშვნელოვანი წინადადებაა, რომელიც უმალვე იქნა გაზიარებული სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან მალე ჩვენ გვექნება უკვე ამ მიმართულებითაც შედეგი. ხედავთ, რომ არის აქტიური მოძრაობა იმ ძველი პრობლემების მოგვარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ინდივიდუალურად შეიძლება პროექტების მიხედვით საჭიროა, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს და ასე შემდეგ. ამიტომ გაჩერებული სექტორი გადადის აქტიურ მოძრაობაში და აქტიური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს ის ინვესტიციები, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება საკუთარივე ენერგორესურსებით მივახციოთ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით გასვლითი შეხვედრების სერია მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში დაიწყო. შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა რუსთავში გაიმართა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გრძელდება პროექტი მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ვფარავთ 55 მუნიციპალიტეტს ვესტუმრებით და დღეს ჩამოვედით რუსთავში, სადაც ჩავატარეთ აღნიშნული ღონისძიება, გავაცანით დამსწრე საზოგადოებას და ახალგაზრდებს განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიები, ტენდენციები გლობალური, საითმიდის, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ასევე გავაცანით სააგენტოს 2026 წელს დაგეგმილი პროგრამები. ამ ტიპის შეხვედრები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დღევანდელი თაობისთვის, მით უმეტეს რუსთავის პატარა ქალაქისთვის, რომელიც თანდათან ვითარდება. მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის, რომ უკეთ გქონდეთ თანამედროვე პროფესიებთან შეხება და უკეთ შეძლონ განვითარება ახალ ტექნოლოგიებთან და უკეთ შეძლონ ამ ყველაფრის გამოყენება. უზბეკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე უზბეკ კოლეგას შეხვდა. ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღნიშნა ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების, ასევე სამუზეუმო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურის დღეებზე, რომელიც უზბეკეთში 9-11 მარტს ჩატარდება. ვისაუბრეთ, რომ კულტურის დიპლომატიის და სახალხო დიპლომატიის კუთხით
ბევრად წინ ვართ და ეს არის მისასალმებელი. გვაქვს მრავალმხრივი კიდე გეგმები, სადაც თეატრალური, სახელოვნებო, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის სტუდენტებისთვის შეიძლება რომ ერთობლივი პროექტები გავაკეთოთ. ვფიქრობ, რომ მონდომების შემთხვევაში და უზბეკურმა მხარებმა ეს მონდომება ნამდვილად გამოთქვა და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ ურთიერთობები განვითარდეს. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. უზბეკეთისა და საქართველოს სახალხო დიპლომატია უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ჩვენი პირველი გეგმა. ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გადავცეთ მომავალ თაობებს. 2024 წელს ჩვენ საქართველოში ჩავატარეთ უზბეკეთის კულტურის დღეები. ახლა კი მასპინძლობთ საქართველოს კულტურის დღეებს. მოხარული ვარ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებით, რასაც მომავალში მეტად გავაღრმავებთ. კურიერი 6-ზე დასრულებულია. მე დღეს ამით გემშვიდობებით. ეთერს კი ვუთმობ სპორტს და ლაშა დვალიშვილს. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.